2025 წლის 26 მაისია საღამო ხანია, საღამოს დაახლოებით 8 საათი, როგორც საათზე აითვირდება ეს ვიდეო ბლოგი. მე ვერ გეტყვით, ხედავთ თქვენ რომ მიკროფონი არ წამომიღია, სამწუხაროდ არ წამომიღია, აქედან გამომდინარე ცოტა ხმამაღლა მომიწევს საუბარი იქნება და გაგაგონოთ ჩემი როხროხა ხმამეთკი, ასე ვიტყვი ახლა. რუსთაველის გამზირზე ვიმყოფები 25 წლის 26 მაისია. შესაბამისად 107 წელია გასული, 107 წელი და რამდენიმე საათი არის გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა დადგა 1918 წლის. შედგა 1918 წლის 26 მაისს. იცით თქვენ რომ არასრულ 3 წელიწადში 25 თებერვალს 1921 წლისა საბჭოთა რუსეთმა მოახდინა ჩვენი ოკუპაცია, ჩვენი დამოუკიდებლობის გაჩერება, შეჩერება, თუმცა აღმოჩნდა უკვე შემდგომ 70 წელიწადში 1991 წელს რომ ვერაფრით შეგვაჩერეს და ჩვენ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ 1991 წლის 9 აპრილს და დავაფუძნეთ ის დამოუკიდებლობა, ეს ბოლო დამოუკიდებლობა, მეთქი ასე ვიტყვი, ორ უმნიშვნელოვანეს ამბავზე. პირველი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე და მის შედეგებზე და რაც საკვირველია 1918 წლის 18-21 წლების პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობაზე ასეც იყო ჩამოყალიბებული სარეფერენდუმო კითხვა. 1800 წლიდან და ცოტა მანამდელი პერიოდიდანაც, მაგრამ 1800 წლიდან ოფიციალურად ვითომ ერთმორწმუნე და ამასაც ხაზგასმით ვამბობ, ვითომ ერთმორწმუნე რუსეთი 1800-1801 წლიდან, მერე უკვე 1918 წლიდან ჩვენ გრებზვის და ჩვენ დამოუკიდებლობას ებრძვის ეს ფაქტია, მაგრამ ის რომ ჩვენ ბოლო 34 წელია ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ 1991 წლის 9 აპრილიდან ეს არის უზარმაზარი მნიშვნელობის ამბავი, იმიტომ რომ ამ 34 წლის მანძილზე განმავლობაში რა არ გადაგხვდა თავს, რა ოპერაციები, სპეცოპერაციები, ომები, ჰიბრიდული ომები, რა არა წარმოა რეები, მეთქი გინაღამ წამომწდა არასწორად, რა ომი არა წარმოა რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ, აი ამ თავისუფლების მოყვარე ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის მათ წინააღმდეგაც, ვინც ასე მაგალითად 93-ში 27 სექტემბერს სულაც არ იყო დაბადებული, აი ახალგაზრდა გოგონაც, რომელიც ჩემს წინ მოდის, ან მისი შვილისა, რომელიც ჩემი შვილიშვილის ტოლია, თუმცა იცით თქვენ რომ მე ჩემი უმცროსი შვილი 4 წლის არის, ეხლა მყავდა აქციაზე, ხულახტილად გეტყვით და ინგასთან ერამისთან ერთად, ჩემ მეუღლესთან ერთად წავიდა, გაბრუნდა სახლში და მან ზეპირად და კარგად იცის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დღესაც კი საოცრება არასაკვირველია, რომ 34 წელია ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ დღესაც კი აი ამ წამებშიც კი ჩვენ როცა ვზეიმობთ დამოუკიდებლობას, აი ამ წამებშიც კი ჩვენს ქვეყანაში არიან მოქალაქეები, რომლებიც ეხლაც აი ამ წამებშიც კი ებრძვიან ულოცავთ ერთმანეთს ამ შვენიერ დღეს. არიან მოქალაქეები, ვისაც ებრძვის რუსეთი, ვისაც იტაცებს რუსეთი, ვისაც პრობლემებს უქმნის, ვის ოკუპაციასაც ახდენს. და არ გულისხმობ მარტო ეროვნებით ქართველებს ან საოკუპაციო ხაზის პირას მაცხოვრებელ მოქალაქეებს. მე გულისხმობ მათ შორის აი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვინც არის და ქართველებიც არიან იქ. რასაკვირველია აგრეთვე აფხაზებს, ვისი ოკუპაციაც მოახდინა რუსეთმა და მხოლოდ რუსეთმა, იმის გამო რომ დაესუსტებინა ქართული სახელმწიფო და მერე მოერღვია ქართული სახელმწიფო, რაც უნდა, რა განზრახვაც აქვს მას 1800 წლიდან და 1918 წლიდან, 1921 წლიდან და 1991 წლის 9 აპრილიდან. ამიტომ ხელდაკრეფილნი ან გულდამშვიდებულნი ჩვენ ვერამც ვერ ვიქნებით, კი ვიზეიმებთ დღეს, ვიზეიმებთ კიდევ, გვიანობამდე გაგრძელდება ეს აქცია და ეს რასაკვირველია, ძალიან კარგია. კი ერთმანეთს მიულოცავთ, როგორც ახლა მომილოცა ჩემმა ერთმა მეგობარმა და უამრავი ადამიანი ვნახე მე პირადად და ერთმანეთი ვნახეთ და ვულოცეთ და მოულოცეთ დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ოდენ მოლოცვები სულაც არ არის საკმარისი და ჩვენ სახელმწიფო უნდა დავიცვათ ყოველდღიურად. მათ შორის უნდა დაიცვას სახელმწიფო ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი არის გაბრაზებული, როგორ დადეს ფიცი და დამოუკიდებლად იმისა, ვის წინაშე დადეს ფიცი, ის რასაკვირველია ფსევდო პრეზიდენტია და რასაკვირველია დე ფაქტო პრეზიდენტი, რასაკვირველია უკანონო პრეზიდენტია მიხეილ ყაველაშვილი. ამის მიუხედავად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტის საყრდენი ერთ-ერთი ფუნდამენტი, მთავარი ფუნდამენტი არა, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, დადგება ეს შეიარაღებული ძალები ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, ისევე როგორც ეს გაუკეთებია ყოველთვის მეთქი ვიტყვი ასე. დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი ან ბევრი რამ არის ფარსი და ის რომ უმაღლესი მთავარსარდალი ჰქვია პრეზიდენტად წოდებულს, ან პრემიერი ჰქვია პრემიერად წოდებულს და ის რომ ისინი ქართული დროშის ქვეშ ქართული დროშა ფრიალებს მათ ზურგს უკან და რაღაცას ამბობენ თვითონ დამოუკიდებლობის განსამტკიცებელს თუ ხარდა საჭერს ან ჰიმნზე, სახელმწიფო ჰიმნზე დგებიან ფეხზე, ესეც არის ტყუილი და ესეც არის ფარსი და ესეც არის ჩვენი დღევანდელი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ანომალია, მეთქია, ტრაგედია, მაგრამ ანომალია უფრო ის რომ აი ესეთ მდგომარეობაში ვართ, როცა სახელმწიფო დამოუკიდებლობის მტრები და კობახიძე და გამობიზინებულები უკლებრივ ყველანი არიან მტრები, ისინი ჩვენ გვილოცავენ და ერთმანეთსაც ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რეალურად ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფოს ანგრევენ პრაქტიკულად ყოველდღიურად და დასტური იმისა, რომ ისინი სახელმწიფოს ანგრევენ, შორს რომ არ წავიდეს, არის მათ შორის პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილის სიტყვის ზოგიერთი ასპექტი, რომელსაც თუ მოვახერხე ამ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას უკვე ხვალზე თუ ასე დავწვრილმანდი, გავუგიჟდი და დავწვრილმანდი ყაველაშვილის სიტყვამდე. კარგია ის, რაც ხდება ჩვენს საზოგადოებაში, დამოუკიდებლობის აქტის ასლი ან უკვე დღეს დამოუკიდებლობის ახალი აქტი მეთქი ასე შემეძლო თქვა, მაგრამ ეს ხო ასლია საბოლოო ჯამში გამოტანილი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ რუსთაველის გამზირზე და დიდი ბანერიც იყო და ხელმოწმეც მოვაწერე ხელი, ხელს აწერდნენ დამოუკიდებლობის აქტს, ჩვენ დღევანდელ აქტს, აფუძნებელს იმ 918 წლის აქტზე, დღევანდელი მოქალაქეები, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იბოდი შემცხადია ოდენ პერფორმანსი, ოდენ მილოცვა, ოდენ ტაშპანდური, ოდენ პერფორმანსი თქვი, ოდენ სიმღერას ეკლა ხალასობა არ არის დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა არის სადარაჯოზე ყოფნის აუცილებლობა. ჩვენ უნდა ზაობა გამოვთქვათ, რომ თუ თავს არ გავწირავთ მაინც და მაინც ესე პირდაპირ ნიშნოთ, პირდაპირ კონოტაციით, უკლებრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული. აი რამდენად აქვს ეს გასიგრძეგანებული ქართულ საზოგადოებას, მე გულახდილად გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ იმედი კი მაქვს. ამ ყველაფრის სათავეში, რასაკვირველია სათავეში ან ლიდერთა შორის უნდა იყვნენ რასაკვირველია პოლიტიკოსები, რომელთა მიმართაც ცხადია გვაქვს სამართლიანი პრეტენზიები. მათი არააქტიურობის, მათი უგეგმობის, მათი პასიურობის, მათი ხშირად არაადეკვატურობის კონტექსტის ვერ შეგრძნებისა და გამო და ბევრი მიზეზია, მაგრამ ეს პოლიტიკოსები არიან ისინი, ვინც ჩვენ დღეს მოცემულ ეტაპზე გვყავს და ბუნებრივი პროცესია, რასაკვირველია, რომ დაიბადება გილოცავთ, დაიბადებიან ახალი პოლიტიკოსები, ახალი ძალები, ახალი პოლიტიკური ჯგუფები შემოვლენ ჩვენ სივრცეში, მაგრამ ჯერჯერობით, აი 26 მაისის მდგომარეობით გვყავს ისინი, ვინც გვყავს. და ემან დარჩენები რომ დანიშნოს ბიზნესმა ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მაინც უნდა ვენდოთ ყველაზე უფრო მისაღებს ამ არამისაღებებს შორის მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა რატომ არამისაღებებს შეიძლება მოგეწოდოს 2, 3, 1, თუნდაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი დაუწუნო მათ ლიდერებს ალკეული განცხადებების ტაქტიკა, მაგრამ უნდა შეხედოთ მეგობრებო zoom out-ით, ანუ განშორება უნდა მოვახდინოთ დეტალებისაგან, ზემოდან უნდა დახილოთ პროცესს და დაინახოთ, რომ უკლებრივ ყველაზე უარესი პოლიტიკოსიც კი ჩვენ სინამდვილეში ვინც არის, ისიც კი აი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ისიც კი სჯობს
ბევრად ჯობს ყველაზე უკეთესად წოდებულ პოლიტიკოსს ქართული ოცნებიდან, ანუ ბანდიდან, ანუ ქართული დეფისი უსული ოცნებიდან. მე ხვდებიან მოქალაქეები რომ ქუჩაში, რომლებიც მეუბნებიან აი ბატონო ირაკლი, თქვენ გიცანით, რაღაც თქვენ ბლოგებს ვუყურებთ, თქვენ გადაცემას ვუყურებთ, ფორმულად გადაცემა კონტექსტი იგულისხმება, აი თქვენ მაინც გითხარით რა მოხდება და მეც რაღაც დამაიმედებელ სიტყვებს მეუბნები ხოლმე განა არა. რატომ მეუბნები დამაიმედებელ სიტყვებს? ხმამაღლა უნდა თქვა, კიდევ ერთხელ წარმოვთქვა ხმამაღლა, რატომ მეუბნები დამაიმედებელ სიტყვებს? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრებო ჩვენ არ გვაქვს ჩვენ აი საჯარო სივრცეში ვინც ვართ, არ გვაქვს პესიმიზმის უფლება, იმიტომ რომ მე მყავს პირობითად 100, 150, 200, შესაძლოა მეტი, შესაძლოა ნაკლები მომხრე მეთქი, ფოლოვერს რო უწოდებენ. ხო? იმგვარი ადამიანი, რომელიც ყავს ჩემს გარშემო არიან, რომლებიც ენდობიან ჩემს სიტყვას და რა ვუთხრა მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ხანდახან ასე მაგალითად სამშაბათობით სუთხასიაძე დავდგები ხოლმე. დიახ, საერთაშორისო კონიუნქტურა გარკვეულ შემთხვევებში არ არის ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, რომ ვიცოდეთ არის ჩვენს სასარგებლოდ და შეუძლებელია ბიზნესმა ეს ქვეყანა ნაცრისფერ ზონად დატოვოს მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა გასაკვირველია უკვე აქვს და მომავალში ხო ეკნება და ეკნება. რამდენადაც ის ფსბ-ზები ბული ერთი გადაფსიხებული კაცია, ერთი ჭკუიდან შეშლილი მსოფლიოს, შეშლილი საქართველოს ლიდერია, შეშლილი საქართველოა ის საკუთარ აწყოზეც არ ზრუნავს და მომავალს ხო ზურგში უთხრავს დანას. საბოლოო ჯამში კი კიდევ ერთხელ გილოცავთ, აი ბევრი დიდი ხმაურია გარშემო, მე არც ვიცი ულახვილად გეტყვით, როგორ ავტვით თავ ამ ვიდეოს. ავტვით თავ, რამეს ვიზავო, ვფიქრეთ მოვახერხეთ უკიდურეს შემთხვევაში სამცხიბილად, იქიდან ავტვით თავ, არ ვიცი ეს ყველაფერი. დიდი ხმაურია გარშემო, მოქალაქეები დადიან დემონსტრაციაზე კი არა მიტინგზე ვინც მიდის, პოლიციელებიც არიან გარშემო განა არა, თვალებში უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ეთყობა რომ მობეზრდა ეს ყველაფერი. და პოლიციის საუკეთესო ნაწილები ესე ვიტყვი, საუკეთესო პერსონები ამ პოლიციაში, რომელიღაც ეტაპზე დაიჭერენ ქართული ხალხის მხარეს და იმ უკანონო ბრძანებებს სულაც არ დაემორჩილებიან დარბევის, გადანგრევის, წელში გატეხვის, მოქალაქეთა დაჭერის. თაობაზე გაცემულ ბრძანებებს მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ეს კრიტიკული მომენტი ჯერ არ დამდგა რამეთქი, მაგრამ დადგება აუცილებლად. რატომ ყვები ამ ყველაფერს და რატომ გიამბობ, თავისუფლება მეგობრებო არის ყოველდღიურად დასაცავი მაშინაც კი, როცა გულდამშვიდებულნი ვიქნებით და გვეგონება რომ ახრა ჭირი მოვიშორეთ და მართლაც ჭირია ეს ხელისუფლება განა არა, ახრა ჭირი მოვიშორეთ და ახლა კი გულზე ხელდაკრეფვის უფლება გვაქვსო, ბევრი იფიქრებს ახლა კი დასვენების უფლება გვაქვსო, არა, ეს ყველაზე მძიმე და ცუდი ხელისუფლებაა გამარჯვებათ. ყველაზე მძიმე და ცუდი ხელისუფლებაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ანუ 91-90 წლის 28 ოქტომბრიდან 91 წლიდან შევარდნაძეზე კი არა, კიტოვანზე ბევრად მძიმე, ყველაზე ბევრ მძიმე და ცუდი და სააშინელი ხელისუფლებაა. ეს საქართველოს ხელისუფლებაც არ არის საბოლოო ჯამში. დამოუკიდებლად იმისა ტყუილად რას ითხრებს, ითხვიან ხო, რას დაგვაბოლებენ, რას დაგვაბოლებენ, რას სიტყვებით მოგვაწონებენ თავს, რა ცერემონიები თუ ცერემონიალები ეკნებათ, უნდა ვიცოდეთ რომ ესენი არიან ტრის სამსახურში. ასრულებ ჩემს ვიდეო ბლოგს და ვიცოდეთ, ერა კოსტავასაც აქვს ნათქვამი და ერა კოსტავა გაცილებით მასშტაბური პიროვნება, ვიდრე ბევრი კი არა, ბევრი ჩვენგანი ერთად დასაქმებია. და სწორედ პერიფრას გავაკეთებ, სწორედ ხსენებული, სულცხონებული ერა კოსტავასი იბრძოლეთ ყოველდღიურად საქართველოსთვის, მაშინაც კი, როდესაც გეგონებათ, რომ საბრძოლი აღარ არის. ნახვამდის, მე უკვე ხვალ კონკრეტულ თემაზე მექნება ჩემი შემდეგი ვიდეო ბლოგი. ნახვამდის.